ძლიერი წვიმა და სეტყვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქია ნახევარსაათზე მეტხანს გაგრძელდა. ძლიერი წვიმით გამოწვეულმა ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლები და სავარგულები დატბორა. წვიმას და სეტყვას მოგვიანებით ქარიშხალიც დაერთო, რომელმაც ბორჯომის ცენტრალურ პარკში 100 წლოვანი ხეები მოგლიჯა. ქარმა პარკში ღია კაფეები და ატრაქციონების ნაწილიც დააზიანა. ბორჯომში დღესაც იწვიმა, თუმცა ამჯერად მას მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. ბორჯომით წუხანდელი, გუშინდელი სტიქიის შემდეგ ნახეთ გიორგი მანჯავიძის, მანუჩარ გოგოლაურისა და ევგენი ლომიძის რეპორტაჟში. ასე ერთობიან დღეს ბავშვები ბორჯომის ცენტრალურ პარკში გუშინდელი სტიქიის შემდეგ. სეტყვამ და ქარიშხალმა პარკის ინფრასტრუქტურა თითქმის სრულად გაანადგურა. მოგლეჯილი და დამტრეული ხეები, ჩამსხვრეული ლამპიონები, ჩახერგილი გზები და გადახდილი სახურავები. ძლიერი წვიმა და სეტყვა ბორჯომში ნახევარსაათზე მეტხანს გაგრძელდა. სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. პარკისა და გოგირდის საბანოების ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. დაინგრა სახურავი, გადახადა სახურავი, ჩამოიქცა, რასაც ქვია, მუხლამდე წყალი იდგა, შევედით და ტაშტებით და ვედრებით ვაქციეთ წყალი. მთელი ქუჩის არ გადის და სულ აქ შემოვიდა ჩვენთან, ჩვენ დავზარალდით ყველაზე ძალიან. მთელი ეზო სუდატბორილი იყო იქიდან ბოლომდე. გაწმენდითი სამუშაოები ბორჯომში დილიდან განახლდა. სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები იმ ადგილებს წმენდნენ, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და ახლო სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური ზარალის დამცველი კომისიაც. მობილიზებული არის სამცხე-ჯავახეთის სამაშველო სამსახური თავიდან ბოლომდე, პოლიციის პირადი შემადგენლობა, სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველო. ამ მომენტისათვის კვლავ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ბორჯომის პარკში. სტიქიური მოვლენების შემდეგ ლიკვიდაციისთვის ადგილზე სახელმწიფო უწყებები მუშაობენ. მიმდინარეობს ზარალის შეფასება. გვიან ღამით ბორჯომში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას. საჭირო სამუშაო მიმდინარეობს. გზები ყველა მიმართულებით გახსნილია, თუმცა სადგერის მიმართულებაზე მაინც შეზღუდულ რეჟიმში მიმდინარეობს გადაადგილება. დანარჩენი გვექნება შუალედური შეკრებები და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უკვე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ტურის გაკეთება საჭირო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით ბორჯომი თანდათან უბრუნდება ჩვეულ რითმს. მის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომის წაღვერის და ბორჯომის სადგერის ცემიტვის მიმართულებით, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და გზა ჩახერგა. მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება გაეწევათ. ჩვენ ადგილობრივი ძალებით გვაქვს სარეზერვო ფონდი სრულყოფილად შევსებული და ამ თანხას გამოვიყენებთ. რაც შეეხება დიდ ზიანს, რომელიც პლატოს და პარკის ტერიტორიას მიაქვს და პრემიერმა ზადყოფნა გამოთქვა ამისთვის, მუდმივ ხაზზე იმყოფება ჩვენთან, სრულად საქმის ყურშია მოხდარის და სრული დახმარება აგვეთქვა. ჯერჯერობით უცნობია რა ზარალი მიადგა ბორჯომის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად. სპეციალური კომისია აუდიტის სამსახურთან ერთად ზარალის ოდენობას ითვლის.